სამეგრელო. მე-16-მე-17 საუკუნეების ძველ ევროპულ რუკებზე არც თუ იშვიათად ნახავთ აღნიშვნას, როდესაც ტოპონიმი სამეგრელო არა მხოლოდ საქართველოს ერთ კონკრეტულ მხარეს, არამედ თითქმის მთელს დასავლეთ საქართველოს აღნიშნავს. ახლა სწორედ ერთი ასეთი რუკა მინდა გაჩვენოთ. ეს მაპა კარტოგრაფიკას კოლექციის გამორჩეული ნიმუშია, 1684 წელს რომში დაბეჭდილი რუკა, სადაც შავი ზღვის აღმოსავლეთით ხედავთ აღნიშვნას ჯეორჯია და ჯეორჯია აქ მთავარი აღნიშვნაა მთელს რუკაზე. პარალელურად აღნიშნულია აფხაზეთი, ოდიში, ასევე ვხედავთ გურიას, იმერეთს, სამცხე-საათაბაგოს აღნიშვნას, ქართლის, კახეთის მთებში მაღლა აღნიშნულია სვანეთი. ამ და საქართველოს ციხე-ქალაქების აღნიშვნის პარალელურად რუკაზე შავი ზღვის სანაპიროსთან ახლოს სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით ვხედავთ აღნიშვნას მინგრელია, რომელიც პრაქტიკულად მთელს დღევანდელ დასავლეთ საქართველოს ფარავს. ტოპონიმ სამეგრელოს ამ ფორმით გამოყენება ძველ ევროპულ რუკებზე ევროპელი კარტოგრაფების შეცდომაზე მეტად უფრო ევროპული კარტოგრაფიული ტრადიციის გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც მე-16-მე-17 საუკუნეების ევროპულ რუკებზე ტოპონიმი სამეგრელო კოლხეთს ანაცვლებს.